ზურგზე რომ ძალიან პრაქტიკული სიდე. მოგესალმებით ძვირფასებო, დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი დანა, რომელიც ტირაჟით შეგვიძლია შემოგთავაზოთ. დანა შეიქმნა ლაშას სამჭედლოში და 3 მშობელი ყავს ამ დანას. გამოჭედილი და დამუშავებული არის ჩემს მიერ, დაყვანები არის გაკეთებული შავხანის მიერ, ლაშა რამიშვილის მიერ და ქარქაში არის შეკერილი სალჯიოს მიერ, გიორგი მაისურაძის მიერ. დანის დიზაინზე ვიტყვი 2 სიტყვას. დანის სრული სიგრძე არის 22 სანტიმეტრი, პირის სიგრძე არის 10 სანტიმეტრი, სისქი არის 6 მილიმეტრი. დანის დიზაინზე დიდი ხანი მუშაობდით, მქონდა სხვადასხვა იდეები, მაგრამ დავედით 3 ძირითად მოთხოვნაზე. ეს დანისთვის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, პირველი ჭრა, მეორე ტყავება მონადირეებისთვის სატყავებელი ფუნქცია რომ შეეძენოდა დანას და მესამე ფუნქცია არის ჩეხვა, აი ასეთი დაჭერით ჩეხვა. 3-ვე მდგომარეობით გავტესტავ დღეს დანებს, ამ დანას და ვნახოთ რა შედეგს მიიღებს. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ დუბლის გარეშე ვწერთ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მე თვითონაც მაინტერესებს რა შედეგს დადებს და ვნახოთ რა გამოვა. მანამდე ვიტყვი იმასაც ფუნქციურად, რომ დანა ხელში ძალიან ერგონომიულია, როგორც დიდი ხელის მტევნისთვის, ასევე პატარა ხელის მტევნისთვის. ძალიან პრაქტიკულია, 160 გრამამდე არის, უფრო მსუბუქით შეიძლება იყოს შემდეგი ტირაჟი. საკმაოდ ხელში ძალიან პრაქტიკული სახმარი არის და ფორმაც ძალიან ისეთი სასიამოვნო აქვს. აი ეს სულ ეს იქნება, ანუ ტარზე ზამთარში შეიძლება პარაკორდი ან ტყავი დაეხვეს, ზაფხულში არ არის საჭირო, იმიტომ რომ რკინაა და გრილია და ყველაფერი. ახლოდანაც გაჩვენებთ ამ დანას. აი ესეთი დანა. ხო. სამზარეულოში სხვათა შორის ძალიან კარგი სახმარია. ქარქაშის დიზაინზეც ბევრი ვიფიქრეთ და ბოლოს სალჯიომ ასე გადაწყვიტა, რომ ყოფილიყო ესეც 3 ფუნქციაზე გათვლილი, როგორც ქამარზე ვერტიკალურად დასაყენებლად, ასევე ჰორიზონტალურად. და დანა იდება ორივე მხრიდან. როგორც ასე, ასევე ასე. ქამარზე გასაკეთებლადაც ძალიან მარტივი არის. ჰორიზონტალურად თუ გვინდა უყრით აი აქ და კიდევ შეგვიძლია საკიდზეც გაკეთდეს, ეს ვისაც უყვარს ხოლმე აი ესე ჩამოგიდებული დანის ქონა, იმიტომ რომ აქ ამის საშუალება. ეხლა რაც შეეხება ჰორიზონტალურ ფორმას, ერთი აქ ეყრება და მეორე აი აქ ქამარი. აი ასე დგება ქამარი. ეს შეგვიძლია როგორც წინ დავივიყენოთ, ანუ წინ, ასევე ზურგზე შეგვიძლია გავიკეთოთ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ზურგზე, რომ ამის შემოტრიალება იყოს საჭირო, რომ გამოღებისას მაგალითად უკუღმარო ხელი გაქვს, ადვილად გამოიღო. როგორც მოგვეხერხება, მარცხნიდან დაიყენებ, მარჯვნიდან დაიყენებ, ძალიან მარტივია. შეიძლება საერთოდ ჩანთის სამხარეზეც გაკეთდეს, შეიძლება გვერდულად ცალმხრიან ჩანთაზე გაკეთდეს. როგორც გენებოთ რა, ჩამოვარდნით, არ ჩამოვარდება, ავიცით აფერთხელ გენებოთ. მოკლედ ძალიან პრაქტიკული რამე გამოგვივიდა. ქართული ბორჯღალო გავაკეთეთ და ფორმაც ქარქაშ ცოტა ქართული ხანჯლის ფორმაზეც გავუშვით, რომ იდეა ყოფილიყო უფრო ქართული. მე თვითონაც ძალიან კმაყოფილი ვარ აი ამ დანის დიზაინით და შემდეგ უკვე შედეგსაც ვნახავთ ფუნქციურად რამდენად კარგია. ხო, მე მგონი მოვჩით ამის დიზაინზე და გარეგნობაზე საუბარზე. ეხლა ვნახოთ საქმეში რას იზამს. ხო, სამჭედლოში სამწუხაროდ არ მაქვს ეს პროდუქტი, რომ პროდუქტი დავჭრა,
რაღაც თუთის მონაკვეთები ავიღე, მონაჭრელები, რომელიც ცოტა ხისტია და მწვანილზე სქელია და უფრო უხეში და გავტესტავ აი ასე თითქოს მწვანილის იმიტაციას ვაკეთებთ რა. ხელში პრაქტიკულად ვიჭირავს და ვჭრით. რავი არის, საკმაოდ პრაქტიკულად იჭერება რა. ამით კერც ვერ მომავსადეთ ახლა, უბრალოდ იმიტაცია გავაკეთე ხელში ამდენად მარტივი დასაჭრელი. ყავებას რაც შეეხება, ფორმა ესე გვიჭირავს და ფორმას აი ესე ვჭრით. ტყავებით ხო? იგივე ფორმას ვიძლევით. აი ესეთი ფორმით. ჩატყავებას გულისხმობ რა. ეს ძალიან უხეში ტყავია. ნამდვილი ცოცხალი ტყავი ამ დონის სიმტკიცის არ არის. ძალიან პრაქტიკული სახმარია, აი 10 სანტიმეტრი არის ოპტიმალური ჩემი აზრით სატყავებელი დანისთვისაც, სამზარეულოს დანისთვისაც. ხო, ეხლა ვაშილიც არ მაქვს და კარტოფილი რო თალო, ესეც შესაძლებელია. ხო, ეხლა რაც შეეხება ამის სიმტკიცეს, ნუ ამ შემთხვევაში ძვალს გამოვიყენებ და ვწვდი ამ ძვლის გაჩეხვას. რატომაც არა ჩაქუჩს დავარტყავ ზედ. ტყეში ეხლა ჩაქუჩით ვინ წავა არ ვიცი, მაგრამ აქ უფრო პრაქტიკულია. ტყეში შეგვიძლია მორი დავარტყათ, ან ქვა დავარტყათ. დაზიანებას რა თქმა უნდა ეხლა ზურგია და კინაზე რაღაც დაზიანებას მიიღებს დარტყმა, მაგრამ შეგვიძლია პირდაპირ ჩავჩეხოთ. მაგალითად აი ესე. აი ესე შეგვიძლია ჩავჩეხოთ. პირი საკმაოდ მედეგია, იმიტომ რომ როყველით შუშას კაწრავდა, ესე იგი 60 იყო. ნუ ძალიან ისი არ კაწრავდა, რომ ნაფქვევი იქონოდა 60-61. აი ესეთი ის. ხო. ამის თლადაჭრა ჩემთვის ბევრს ვერაფერს ვერ მაძლევს. მოდი პირდაპირ ლურსმანზე ვწდი. ზუმი დავახლოთ. იმიტომ რომ ლურსმანთან თუ მედეგია, ესე იგი ყველაფერთან ძალიან კარგი იქნება. ნათალი როგორ გამოჩნდება, აბა. აი, თრის რა ეს უნდა ნათალია. ხო. და რა თქმა უნდა, ბოლო კულმინაცია თუნცაც თუ გაჭრის. მე მგონი კაი გამოვიდა. მე კმაყოფილი ვარ. მინდა აღნიშნო ისიც რა. ალბათ ყველა მიცნობთ და ჩემი ჭედლის დანებიც ძალიან ბევრ ადამიანს აქვს. ეს დანა არის ჩემი პასუხისმგებლობა. ეს დანა არის ის დანა, რომელსაც ყველას ურჩევდი და მე თვითონაც ხვდები, რომ ეს ის დანაა, რომელსაც მე ვიხმარდი რა. წარმატებები ყველას და რა ვიცი, ვიმოგობროთ ცივი არახთან. ოღონდ ვიმეგობროთ. ეს არის ადამიანის მეგობარი ხელსაწყო. წარმატებები ყველას.